მეგობრებო, მოგესალმებით. ექსპრეს საჯარო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ და თემა გვექნება ასეთი: რა მიშლის სურვილის სასრულებაში ხელს? შესაძლოა ვინ? ვარიანტი გვექნება 3 და მე ახლა შევაფასებ იმ ხელი შემშლ ფაქტორებს, შესაძლოა ადამიანებს, რომლებიც ხელს გიშლიან თქვენი სურვილის გასწრაფვაში. მაშა სადამე ვარიანტი პირველი: რა გიშლით ხელს სურვილის სასრულებაში? ვარიანტი მეორე: რა გიშლით ხელს სურვილის სასრულებაში? და ვარიანტი მესამე: რა გიშლით ხელს სურვილის სასრულებაში? შესაძლოა საერთოდ არაფერიც არ გიშლით ხელს და თქვენ უშლით საკუთარ თავს ხელს სურვილის სასრულებაში, ესეთი რამე შესაძლებელია. გავიკითხო ერთი წუთით, აი ასე. მაშ სადამე ვარიანტი პირველი გვექნება თისპროლი. ვარიანტი მეორე გვექნება დალმატინი იასპი და ვარიანტი მესამე გვექნება წითელი იასპი. ახლა კარგად დააკვირდით სამივე სურვილს, სამივე ქვას. უბრალოდ სამივე ვარიანტს, სამივე მინერალს. მე გირჩევდით, რომ ჩაიფიქროთ კონკრეტული ერთი სურვილი, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სანუკვარია, მაგრამ გრძნობთ, რომ ხელი გეშლებათ. არ დააკავოთ სამივე ვარიანტი. აი ის ერთი განსაკუთრებული სურვილი ჩაიფიქრეთ და მე ახლა თქვენ გეტყვით პასუხს, თუ ვინ ან რა გაბრკოლებთ, ან გაბრკოლებთ თუ არა საერთოდ რაიმე. მაშა სადამე მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. თისპროლი ვინც აერჩია, რა გაბრკოლებთ სურვილის ასრულებაში. 6-იანების პენტაკლები. თქვენ შესაძლებელია გაბრკოლებთ ის შემოძვირფასება, რომ არ გაქვთ საჭირო და სათანადო მხარდაჭერა. ეს ერთი. და მეორე, გაბრკოლებთ ის, რომ თქვენი რესურსი, ამ შემთხვევაში ფინანსური, გაქვთ განაწილებული არასწორად ან ძალიან არასწორად, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს ირგვლივ ადამიანებს შესაძლებელია უფრო მეც აძლევდეთ, ვიდრე იღებდეთ ადამიანებისგან. მიხვდით ხომ? აი, ხელი ხელს ბანს, თქვენთან ეს არ არის. და რა თქმა უნდა, როდესაც არ არის მხარდაჭერა, ხო? ემოციური მხარდაჭერა, ფინანსური თუნდაც მხარდაჭერა, იქნება ფინანსური, იყოს ემოციური, ხო? და ყველაფერთან ერთად ამ ყველაფერს ემატება ის, რომ თქვენ უფრო მეც გასცემთ, ვიდრე იღებთ. იმიტომ რომ 6-იანების პენტაკლები ამოვიდა ნეგატიურ ასპექტში. შესაბამისად, ეს არის ის დამაბრკოლებელი მომენტი, რომელიც არ გაძლევთ თქვენ საშუალებას, რომ აისრულოთ სანუკვარი სურვილი. მიხვდით ხომ? თითქოს ასევე შესაძლებელი იყოს ვალდებულება, სხვისი ვალდებულება. აქ ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლებელია ვალად გქონდეთ აღებული სხვისი გადასახდელი თანხა. ნახეთ, ხშირია ხო, აი რაღაცნაირად თავდებს ეძახიან ხო, ამას იმედი არ ვცდები, დგებიან. მერე ადამიანი, ვინც ან მაგალითად თქვენ სახელზე იღებთ ვალს სხვა ადამიანის გამო, მერე ის ადამიანი რაღაცა პერიოდი იხდის, მერე არ იხდის, ან თავიდანვე არ იხდის და საბოლოო ჯამში ვალდებული ხდებით, რომ იქ ბანკთან არ შეიქმნას პრობლემა, ხო? განმეორდება ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. იმასთან არ შეიქმნას პრობლემა, არ გავშავდე, არ გაუმწვანდე ხო რაღაცა ცუდი ისტორია არ შემექმნას, ვალდებული ხდებით, იმიტომ რომ სხვისი ნეგატიური პროგრამა გადმოიტანეთ თავზე და ვალდებული ხართ, რომ ნერვები იშალოთ ამ ყველაფერზე, იხადოთ ეს თანხა და ასე. ანუ ნახეთ, სხვის სატარებელს ან სხვის სატარებლებს ატარებთ საკუთარ კისერზე. აი ეს არის ის ერთადერთი, ახლა ამ მომენტში და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, რომ ესე იგი აისრულოთ თქვენი სანუკვარი სურვილი.
და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს თქვენი სანუკარი სურვილი აისრულოთ? პირველი ვარიანტი, რა უნდა გააკეთოთ? თქვენ ამ სურვილს აისრულებთ, მაგრამ ეს არის ცოტა შორეული სურვილი. და სხვათა შორის ეს შესაძლებელია ნიშნავდეს არჩევანს დავრჩე თუ წავიდე. შეიძლება იყოს ადგილმდებარეობის შეცვლა, ეს შეიძლება იყოს შეცვლა სამსახურის, შეცვლა გარემოსი, შეცვლა ყველაფრის აბსოლუტურად, ხაც ფუნდამენტალური ცვლილებები ჩანს აქ, ფუნდამენტალური ცვლილებები ჩანს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს ცვლილებები, თქვენ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებთ. მაგრამ ეს ცვლილებები დაკავშირებულია იცით როგორ რამესთან, როდესაც ფუნდამენტალურად იცვლება ყველაფერი. სამსახური ფუნდამენტალურად, ქვეყანა, საცხოვრებელი ფუნდამენტალურად იცვლება ფუნდამენტალურად თქვენი ცხოვრება და თქვენი რეალობა. გამიგეთ ხომ? და თქვენ აისრულებთ ამ სურვილს, მაგრამ უნდა მიხვდეთ იმას, რომ პარაზიტები, რომლებიც მოიმრავლეთ გარშემო, ეს აღარ უნდა გააკეთოთ როგორც მინიმუმ და ეს უნდა იყოს თქვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილი. თქვენ აისრულებთ ამ სურვილს, მაგრამ ეს არის ცოტა გვიანი სურვილი. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, მადლობა ყურადღებისათვის. ახლა გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი დალმატინი ასპი. თქვენ ვინან რა გაფერხებთ სურვილის ასრულებაში? იმპერატორი ამოვიდა. შესაძლოა თავად კონკრეტული იმპერატორი გაფერხებდეთ, ეს არის მეუღლე, ეს არის მამა, ეს არის უფროსი სამსახურში, ეს არის რაღაცა მძიმე, ვიღაცა მძიმე, უпростоრად რაღაცა სტრუქტურა, რომელსაც ვერ დაანახებ და ვერ გააგებინებ, თქვათ იმ რამდენად მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს სურვილი, ხო? თუ ეს არის კონკრეტული მამაკაცი. თუმცა ეს შესაძლებელი იყოს რაღაცა კონკრეტული სფერო, რომელიც ძალიან ჩარჩოებში გსვავთ, მაგრამ უმეტესწილად ეს არის იმპერატორი, ეს არის ადამიანი, რომელიც არის მხოლოდ არსებობს მისი სიმართლე და არავის სიმართლე მისი სიმართლის გარდა, მხოლოდ საკუთარი, ვთქვათ, პრინციპებიდან იყურება, ვერძი ჩანს, ხედავთ ხომ? არკანზე ჩანს ვერძი. ვინმე ვერძი, შესაძლოა ჰოროსკოპის ნიშანით დაემთხვეს, ხო, ამ შემთხვევაში. თავზე მზე, ანუ ეგოცენტრული ვერძი, ანუ ეგოცენტრული იმპერატორი, რომელიც მხოლოდ განმეორდება რაღაცნაირად მისი ხედვა არის სწორი და ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან არ უყვარს სიახლეები, ძალიან არ უყვარს რაღაცას, როდესაც რაღაც სტაბილური ფორმა ეკარგება, ხო? ამიტომ შესაძლებელია იმპერატორი ბლოკავდეთ და ბლოკავდეს თქვენი სურვილის ასრულებას, ხო? რაღაცნაირად ქმნიდეს პრობლემას, რომც თითქოს და გვერდით გედგეთ, ხომ? ესეთი რამე შესაძლებელია, მაინც რაღაცნაირად მასში იმდენად ძლიერი ბლოკებია და იმდენად ძლიერი შიშებია, ან სურვილი რომ ეს ასე არ მოხდეს, რომ ის ბლოკავს თქვენს სურვილს, ეს კონკრეტული იმპერატორი. თავისი რქებით, თავისი თვალებით, თავისი განცდებით, ხო? კარგით? მოდი ვნახოთ, როგორ ბლოკავს ეს იმპერატორი თქვენს სურვილს. მეორე ვარიანტი. იცით რა არის ეს ბატონი, ხო, ახლა ვიზეც ჩვენ აქ საუბრობთ, ხო? რეალურად თქვენ თუ მოინდომებთ ამ სურვილის ასრულებას, თქვენ ამ სურვილს აისრულებთ. აისრულებთ თქვენ ამ სურვილს, შეძლებთ თქვენ ამ სურვილის ასრულებას. მაგრამ ამ სურვილის ასრულება შესაძლებელია ამ ადამიანის ზემოქმედებისგან სეპარირდეთ შესაძლოა ამ ადამიანისგან. ხვდებით, ხმე ხარ გელაპარაკებით რაღაც აუცილებლად დაშორებაზე ან რაღაც თქვენი ენერგიაზე ადამიანი
იმდენად ძლიერად არის მობმული და იმდენად ძლიერი არის მისი ზემოქმედება, რომ თითქოს თქვენი ენერგია არ გაგაჩნიათ დამოუკიდებელი, მიხვდით ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს სურვილი ნამდვილად გაგაძლიერებთ, ნამდვილად თქვენი სურვილია, ნახეთ რა საოცარი ისინია ხო, არკანები, არკანი მზე, არკანი მთვარე, პენტაკლების ტუზი, ანუ რეალურად ერთადერთი მომენტი, რაც თქვენ ხელს გიშლით, ხო? რა შვება? ნახეთ, შესაძლებელია როგორი რაღაცა არის, იცით? ან სხვანაირ გადაწყვეტილებას გთავაზობდეთ ადამიან, თქვენ ეს გინდოდეთ, ის სხვა რამეს გთავაზობთ. ან შესაძლებელია რაღაცა შიში შემოქონდეს თქვენში. ხო? ან შესაძლებელი არის, რომ თვითონ ამ მამაკაციდან გამომდინარეობდეს თქვენი სურვილი, ანუ მისი ჩართულობა იყოს აუცილებელი, მაგრამ გრძნობთ, რომ ადამიანი თითქოს ფეხს ითრევს, ხო? აი, ნახეთ როგორი რაღაც არის, მე გეტყოდით ესეთ რამეს. ეს სურვილი არის ასრულებადი. თქვენ ამ სურვილს ასრულებულს ხედავთ. ეს სურვილი შესაძლებელია ყველას არ ეხება, მაგრამ ძალიან ხშირად მოდის თქვენს ვიზუალიზაციაში, თქვენს სიზმარში. მაგრამ ამის გადაწყვეტა და გადაწყვეტილება ამ ადამიანისგან მოშორებით არის შესაძლებელი. როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი ძალები და საკუთარი, თქვათ, პერსპექტივები აიღოთ, საკუთარი ცხოვრება აიღოთ, შესაძლოა დიდი ხანი იყავით ამ ადამიანზე დამოკიდებული და ეხლა არ იცით მაგალითად ამ ადამიანის გარეშე როგორ შეიძლება იმოქმედოთ დამოუკიდებლად თქვენი სურვილების მიმართ, ხომ? აქ გეუბნებიან, რომ აქ საჭიროა, რომ იფიქროთ საკუთარ თავზე. მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ დაიწყოთ მუშაობა ამ სურვილის ასრულებაზე. ძალაც მოგეცემათ, ენერგიაც მოგეცემათ, ბალანსიც მოგეცემათ, შესაბამისი იმისთვის, რომ არ დაკარგოთ ბალანსი, ხვდებით ხო? ყველაფერი მოგეცემათ, რეალურად მოგეცემათ. იქნება პატარ-პატარა სირთულების, მაგრამ მოგეცემათ ამის გადაჭრის საშუალება, გეძლევათ. შრომის საშუალება გეძლევათ, მუშაობის საშუალება გეძლევათ ამ სურვილზე. შესაძლებელია ადამიანი გეუბნებოდეთ, რომ ძალიან არარეალურია, ან კლავდეს თქვენში ამ იმედს, ხო, ყოველ შემთხვევაში ეს წინააღმდეგობა მოდის. ეს წინააღმდეგობა მოდის და თქვენ გეუბნებიან, რომ შენ უნდა ანუ გამოეთიშოთ მის ენერგიას, გამოხვიდეთ, ანუ ჩაყლაპულიყავ ხართ ადამიანს თავისი ენერგიებით. ანუ თითქოს ვერ წარმოგიდგენიათ, ან შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ უმეტესად აქ ვერ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანის გარეშე მარტომ შესაძლებელი შიშიც გიტანდეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სურვილი არის ასრულებადი, მაგრამ ამ სურვილს სჭირდება დამოუკიდებლად და სხვათა შორის შესაძლებელია ეს კიდევ ნიშნავდეს გარკვეული ცოდნის მიღებას, შესაბამის კურსებზე ჩაწერას, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია. შესაბამისი მენტორის, მასწავლებლის პოვნას, ხო, ადამიანის პოვნას. მაგრამ აქ უმეტესად საუბარი არის იმაზე, რომ ვიღაცის ჯიუტი აზრები და ჯიქურ მისი ხედვა, რომელიც მხოლოდ მისთვის არის სწორი და ეს ნიშნავს, რომ ყველასთვის სწორია, ხელს გიშლით და მისი ძალაუფლება, მისი ზეგავლენა გიშლით ხელს. მიხვდით ხო? და ხანდახან შესაძლებელია ზეგავლენა იმდენად დიდი იყოს, რომ ადამიანს მოუწიოს რაღაცა ფუნდამენტალური ცვლილებების შემოტანა თავის ცხოვრებაში. თორე ამ სურვილს რეალურად შეუძლია ასრულება. შეუძლია ასრულება, იმიტომ რომ ჩანს აქ შრომა პროცესისთვის, მაგრამ შრომა იმის მერე, როდესაც თითქოს რაღაც ცალკე ხართ. აი ეს სიტყვები ძალიან საკვანძოა თქვენთვის. დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი.
და ახლა გადავედით მესამე ვარიანტზე. თქვენი სურვილი და თქვენ რა გაბრკოლებთ? რა გაბრკოლებთ და ჯერ არ დამდგარა ამ სურვილის ასრულების დრო. თუ დაბრკოლებაზე ვსაუბრობთ, არკანი სამსჯავრო ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით ყველა პაზლი არ არის ცხადი, ყველა პაზლი არ არის შეერთებული და ჯერჯერობით არის ხო ესეთი პროცესები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც არ არის კარმულად მზაობა. მიხვდით ხომ? არ არის მზაობა იმისთვის, რომ ეს სურვილი მიიღოთ. ხო, თითქოს რაღაცა ციკლი უნდა დასრულდეს, ცნობიერი სხვანაირი უნდა იყოს, თქვენი სამყარო შინაგანი სხვანაირი უნდა იყოს. მიხვდით ხო, რაღაცა ტრანსფორმაცია გავლილი, სხვანაირი მზაობა შეერდება ამ სურვილის ასრულებას, სადაც მაჩვენებს, რომ არ ხართ ჯერჯერობით მზად ამ სურვილის მისაღებად. შესაძლოა შინაგანითაც გრძნობდეთ ამას. და თუ კი გრძნობთ, რომ ახლა არის რაღაცა დაბრკოლებები, ეს დაბრკოლებები მოდის კარმულად მოდის. ნახოთ, რა გაბრკოლებთ კიდევ ამ სურვილის ასრულებაში. სამიანების ხმლები გაბრკოლებთ, ხო? თან ნახეთ, როგორი რაღაც არის, ალბათ დაიყო ბევრჯერ, ან თუნდაც რამოდენიმეჯერ არ აქვს მნიშვნელობა და ეს იყო უშედეგო. და შესაბამისად აქ შეიძლება სოციალურ ყველას არ ეხება ძალიან ერთი ორს, მაგრამ შესაძლებელია გსურდათ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, ან თქვათ სანუკვარი ფეხმძიმობა დამდგარიყო, ვერ დადგა რამოდენიმე მცდელობა და გულიგტკივად ამასთან დაკავშირებით მოვიდა ეს ინფორმაცია, ხო? აქ მაჩვენებს, რომ გაბრკოლებთ ასევე ის, რომ თქვენში იმედგაცრუება კიდევ იმაზე უფრო მეტად დიდია, ანუ თითქოს სადღაც აღარ გჯერათ ამ სურვილის მოსვლისა და ასრულების, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ამ სურვილს არ აქვს თავისი კარმული საათსარჩაფო უკრავს, მოდი ასე ვთქვათ და ის, რომ თქვენ ახლა გულიგტკივად და იმედგაცრუებული ხართ, ეს კიდევ უფრო თითქოს გაშორებთ ამ სურვილს, ხო? მოდით ნახოთ, რამდენად ასრულებადია საერთოდ ეს სურვილი, აი ეს შევეკითხები. რამდენად ასრულებადია მესამე ვარიანტის სურვილი? რამდენად ასრულებადია? აი რა საინტერესოა, სამივე ვარიანტთან ძალიან არის ინფორმაცია, თითქოს აქაც ნახეთ, თითქოს რაღაცა ცვლილებაა საჭირო. ანახეთ, რვიანების კვერთხები, ინფორმაცია, მეტლე და ორიანების თასები. შეცვალეთ სტრატეგია. არასწორ კარებს უკაკუნებთ მესამე ვარიანტი. გავიგე რაშიც არის საქმე. შეცვალეთ მიმართულება, მარჯვნივ თუ მიდიოდით, მარცხნივ წადით. კონკრეტული მიმართულებით თუ ცდილობდით ამ სურვილის ასრულებას, შეცვალეთ სურვილი. რატოღაც მინდა ვთქვა, შეცვალეთ ექიმი, არ ვიცი რატომ. ყველას არ ეხება, ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა ვთქვა. შეცვალეთ მენტორი, შეცვალეთ ადამიანი, რომელიც შესაძლებელია თქვენსა და ამ სურვილს შორის იდგეს, ინდივიდუალური ინფორმაცია, შეცვალეთ მისამართი, შეცვალეთ ქვეყანა, შეცვალეთ ქალაქი, შეცვალეთ ადგილი. რაღაც არის აქ შესაცვლელი, მიხვდით ხომ? და ზუსტად აი ამ ცვლილების მერე თქვენ თითქოს პოულობთ სწორ ადამიანს, რომელიც გიერთდებათ, აი რაღაცნაირად და ეს შეერთება ხდება ერთი გულის ცემა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეს სურვილი აგისრულდებათ, თუ იქნება შესაბამის და სწორ ადამიანთან შეერთება. სწორ მენტორთან, სწორ ექიმთან, სწორ პარტნიორთან, სწორ ადამიანთან. ახლა თქვენ
არასწორი არის რაღაც. ხვდებით რას გეუბნებით და ამიტომ გაქვთ იმედ არასწორ კარებში აკაკუნებთ. არასწორ ადამიანთან აკაკუნებთ. არასწორი ადამიანის კარებზე შესაძლოა არასწორი სივრცე არის. არასწორი ქვეყანა რაღაც არის აქ შესაძლებელი. ჩემო მესამე ვარიანტო. რაღაც არის შესაძლებელი. როგორ უნდა ისრულოს სურვილი? მესამე ვარიანტმა სამიანების თასი. თქვენი სურვილი ვიღაცისთვის ძალიან ის არის რა დედობა. თქვენ აქ სჭირდებათ სწორი ადამიანის გვერდით დგომა, სწორი მიმართულებით არჩევა, კურნალობა იქნება, თუ რა იქნება, რა აქვს მნიშვნელობა, სწავლა იქნება თუ ნებისმიერი ცვლილება აქ საჭიროებს სწორ. პროექტში იმედი არ დაკარგოთ, ეს სურვილი ასრულდება. მიმართულება შესაძლოა, ის არის გაქვთ შესაძლებელი. წრეზე ტრიალებთ ახლა. და ამიტომ იბლოკება ის თქვენი გზა, იმიტომ რომ არასწორი ვიღაც არის, ან არასწორი რაღაც არის ახლა ამ მომენტში თქვენ სივრცეში და თქვენ გეუბნებიან შეცვალეთ მიმართულება. თქვენი ბრალი არ არის რომ ასე ხდება. არასწორ დროს, არასწორ ადგილზე, არასწორ ადამიანთან შესაძლებელია იყოთ. ძალიან ინდივიდუალურია, არასწორ მასწავლებელთან. არასწორ კოლეგასთან, არასწორ კაცთან, არასწორ ექიმთან, არასწორ, რა ვიცი, არასწორ ტრენერთან, ვინმე შესაძლებელია ვარჯიშობდეს. არ არის ეს ადამიანი, თქვენი ადამიანი. და ამიტომ არის უკარმულად ეჯახებით და ბრკოლდებით. ეს არ არის თქვენი გზა. გზა შეცვალეთ და თქვენი სურვილი ასრულდება. და როდესაც შეცვლით ამ მიმართულებას, მოვლენ სწორი ადამიანებიც და ყველაფერი ისე დალაგდება როგორც თქვენიათ. ოკეი? ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. სამივე ვარიანტი ველოდებით თქვენს კომენტარებს. ნახეთ, ყველაფერი უნდა იყოს ბალანსში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მე თქვენ. პირდაპირ. მიხდით ხომ? უბრალოდ შემოვედით, ინფორმაცია მივიღეთ, გავედით, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ენერგეტიკულად თქვენთვის. ამიტომ ვეცადოთ რომ ვიყოთ ერთმანეთისთვის სასარგებლოები. ამას კი ამის შეხსენება შესაძლებელია ჩემს ძალიან ბევრი წლის მსმენელს არ სჭირდებოდეს, მაგრამ YouTube არხზე შემოდიხართ ახალი ადამიანები, ამიტომ მოდით ვიყოთ სასარგებლოები ერთმანეთისათვის. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით.